მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ჩანს, თქვენ გაინტერესებდათ პოლიციის რეაქცია ხომ ასია? განვაცხადეთ თუ არა ის საკითხი გუშინდელი ინციდენტთან დაკავშირებით რაც მოხდა. გაინტერესებდათ. და მკითხეთ კიდევაც. მე გიპასუხებთ. ესე იგი რა მოხდა? ეს ჩიქა გადავდოთ, ეს დავდოთ, აი ეს. ხდება ესეთი ვითარება მეგობრებო და ამას არც მოველოდი სხვანაირად ისედაც ვიცოდი რა მოხდებოდა და ამიტომ ფეხი ავითრიე რა, მაგრამ აინც უნდა გამეკეთა, იმიტომ რომ გამეკეთებინა ეს საკითხი, მიმეყვანა ბოლომდე, რომ მე არ მეთქვა რომ აი ჩემი აზრები და ხუშტურებზე რო ვიარე და რო არ უთხარი, მე ამიტომ და იმიტომ ის არ მოხდა და ასე. ამიტომ დავიზღვიე თავი და შევხედე რას მოიმოქმედებდა პოლიცია ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. და ჰოი საოცრება ერთ-ერთში დააჯდა ის რაც გავიფიქრე და რაც შემდეგ მართლა მოხდა. ახლა ნახეთ რა ხდება. პრევენციის მიზნით აუცილებელია ადამიანმა შეატყობინოს პოლიციას თუ კი რაიმე საფრთხეს უქმნის ვიღაცას, ხო? ასია. ამიტომ ჩემი ვალი მოვიხადე და დავრეკე პოლიციაში. რომ აი ასეთი რაღაც მოხდა, შეგიძლიათ გამოიკვლიოთ. ჯვალებრივმა პოლიციამ, თბილისის პოლიციამ გადასცა კრიმინალურ პოლიციას და კრიმინალურმა პოლიციამ, სავარაუდოდ კრიმინალურმა პოლიციამ დამირეკა შემდეგ და მეკითხება ასეთ რამეს და საინტერესოა ის არის, რომ მეკითხება როგორ არაპროფესიონალად იმასაც გეტყვით რა და მე როგორ ჩავუსწორე იმას ის საკითხი, როგორ უნდა ეკითხა ჩემთვის, ამასაც გეტყვით. მირეკავს კრიმინალური პოლიცია და უკვდება სიცილით. და ვეკითხები გისმენთ რა გნებავთ, ხო? ქალბატონო თამარ, დღეს შემოვიდა თქვენ შეტყობინება, ასე და ასე და ასე. თქვენ რას ფიქრობთ? მეკითხება ახლა პოლიცია ასეთ რაღაცას რა, არაპროფესიონალურად. თქვენ რას ფიქრობთ, ქალბატონო თამარ? ეს დაგეგმილი მკვლელობა იყო და ხითხითებენ ტიპები რა და იცით რა არის მეთქი? მე შემოგიტრიალებთ მეთქი ამ კითხვას უკან და გეტყვით რა. თუ ვიდეო ნახეთ და დაასკვენით ის რომ ეს გამიზნული იყო, მაშინ თქვენვე მიპასუხეთ მეთქი და მე ახლა რას ვფიქრობ თუ არ ვფიქრობ, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მეთქი. ვეუბნები ამ ადამიანებს. არა, ქალბატონო თამარ, იქით გასწიეგდეთიკო რა, შენ მოდუიდა. არა, ქალბატონო თამარ, თქვენი აზრი გვაინტერესებს. იცით რა მეთქი, ჩემი აზრი შეიძლება იყოს მრავალფერი, მაგრამ ფაქტის სახეზე რაც არის, იმით შეგვიძლია ვიმსჯელოთ და შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ თუ თქვენ გაინტერესებთ რა მოხდა, კონკრეტულად მე დეტალებში აგიხსნით იმას და შეუძლია გამოიტანოს კომპეტენტმა პირმა დასკვნა, იყო ეს გამიზნული თუ არ იყო ეს გამიზნული. ეხლა ჩემი აზრი შეიძლება იყოს მრავალფერი, ხო? ამ ჩემ აზრებზე რომ დადიოდეს ეს ამყარო აღარ ჭირს. ტიპები არ მოელოდნენ ასეთ პასუხს ჩემგან და კიდევ ერთხელ მკითხეს. არა ქალბატონო თამარ, იქიდან გამომდინარე ჩვენ ვიდეო არ გვაქვს. გვაინტერესებს თქვენი აზრი. იცით რა მეთქი, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ხომ? მე გითხარით გარკვეული პასუხი. და ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რას იმოქმედებთ. პირი, რომელიც სერიოზულ ავარიულს მიქმნის, რომელიც არ იყოს შემთხვევითობა და ეს იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი შემთხვევითობა და რაღაცა სიგიჟესაც შეიძლება მივაწეროთ, ტიპი გაგიჟდა, გააკეთა ესეთი ტრიუკი, რომელმაც შეუქმნა სამშვილიან დედას სამ შვილით მანქანაში პრობლემა, ხო? ანუ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მე რული გადამეტრიალებინა და მომხდარიყავი ისეთ ავარიულ შემთხვევაში, რომ ვერ გადარჩენილიყავით ღმერთმა დაგვიფაროს. და კიდევ ისევ და ისევ ტიპი კიდევ მეკითხება აქ, რომ ამიტომ ქალბატონო თამარ თქვენი ცხოვრებისეული სტილიდან გამომდინარე, ფიქრობთ თუ არა, რომ ეს იყო დაგეგმილი. იცით რა მეთქი? შესაძლებელია რომ ეს ჩემი აქტიური ცხოვრებიდან გამომდინარე აქტუალურად რა ვითარებითაც ცხოვრობ და რა სტილითაც ცხოვრობ, მეთქი შეიძლება 2000 მტერი მყავდეს, 2 მილიონი მტერი მყავდეს, ან საერთოდ არც ერთი მეთქი. ამას რა მნიშვნელობა აქვს, რატომ მეკითხებით მეთქი ამას? გესმით? და ტიპს უნდა რომ ათქმევინოს, ხო, აქვს ეს იდეა რომ არის გამიზნული. ანუ
ტიპები ვერ ხვდებიან რა, აქ რასთან გვაქვს საკითხი და ვეუბნები ბიჭო, მეთქი, თქვენ გაქვთ კამერები და ჩაიხედეთ იმ კამერაში რა უნდა მაგის დადგენას. თუ გაქვთ ფაქტი, გაქვთ, თუ არ გაქვთ ფაქტი, მაშინ გამანებეთ თავი, ხო? მე ხმა რა აზრის მაქვს, რა ეჭვები მაქვს, ამას არავინ დამმუქრებია მეთქი ჯერ ამ საკითხში რომ მომკლავს და თუ კი ვინმე დამემუქრა მეთქი, არც ამას არ ვაკავშირებ მეთქი და მოკლედ ერთი სიტყვით არა გვაქვს ჩვენს იმის საშუალებაო რომ ეს მანქანა გამოვიკვლიოთო, იქიდან გამომდინარე რომ მანქანა არ ვიცითო რა მანქანა არისო, მეთქი მაგას დადგენა რა უნდა, აგერ კამერა და ჩემს უკან ვინც მოდის ის გაიგეთ მეთქი, ხო? კამერა არის, ჩემს უკან ვინც გამოიარა შავი მანქანით, რომელიც მხოლოდ ჩემს უკან ეს მანქანა მოდიოდა, მაგის დადგენას არაფერი არ უნდა და რომელი მანქანებიც მოდიოდნენ, მეთქი მანახეთ და ამოვიცნობ ამ მანქანას და თის დავადებ ზუსტად, მეთქი რა პრობლემაა, ეგ თუ კამერები ჩართულია, მეთქი ეს პრობლემა არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. ხო, ეს იყო და ეს ჩემი საუბარი, ტიპმა ვერ მათქმევინა ის რომ ვეჭობი მას რომ აქ რასაც ვაჟღერებ მეგობრებო, ამ საუბრით ხო არ ვისაუბრებ პოლიციასთან, ხო? ყველასთან თავის კუდი უნდა დაიხურო, ეგრე არ არის მეგობრებო, გიშთან გიჟი უნდა იყო. ჭკვიანთან ჭკვიანი, ხო ეგრეა რა დამეთანხმებით და ეს ყოფა ეს საკითხი ჯერ ვერ გაიგეს ჩემთან რომ ასია რა და რომ ასე ვსაუბრობ და ალბათ სამწუხაროდ მომიხდა მათი ილუზიების დანგრევა ამ საუბრით, ხო? რაც შეეხება ის რომ ეს საშიშროებას წარმოადგენს თუ არა ჩემთვის მეთქი საშიშროებას ეს არ წარმოადგენს, მაგრამ წარმოადგენს ნებისმიერი სხვისთვის, თუ ასეთი გიჟი ვინმე დაიარება, ნებისმიერ ადამიანს უქმნის პრობლემას და უქმნის საშიშროებას. ეს მეთქვი თქვენი გამოსაკვლევია. ჩემი გამოსაკვლევი კი არა, როგორც ახლა რაღაც. და თუ ვინმე მე მიქმნის პრობლემას, მაშინ მე ვარ საშიშროებაში და ესეც თქვენი გამოსაკვლევია, მეთქი, გესმით? ამ შემთხვევაში მაგიტომ მოგმართეთ მე თქვენ და არა იმიტომ რომ მომისმინეთ მე საწყალი თამარი დამდევენ მოსაკლავად. What? ხო? 30 რას ნიშნავს? 30. 30 ნოდარ ფრენოაშვილი, 30 ვერ გავიგე რა მესიჯია. ხო და ასე რომ ჩემო კარგებო, აი რა ბედი ქონია იმ ტიპს და არც არის საჭირო რა. თუ ვინმე საწყალია რომელიც დაიქირავეს მოსაკლავად, მაგას თვითონ დაერხევა საერთო ცხოვრებაში და მაგრად დაურხევენ ზეციდან. და თუ ვინმე არანორმალურია, იმას ხო მოევლება თავისით, თვითონ გადაიყირავს თავის თავს და თუ ვინმე იმას ფიქრობს რომ ამით რაღაცა გამიფუჭდება, არა მეგობრებო, თქვენ მაგის არ შეგეშინდეთ, არც მე არ მეშინია, უბრალოდ ეს გასაკვირი არის, რომ თვით პოლიცია ასეთ საკითხებს აბუჩად იგდებს. აი ძალიან გასაკვირია, რაც მოგეჩვენოთ, არის აბსოლუტურად საცოდაობა. საცოდავ ქვეყანაში ცხოვრობთ. ახლა ჩვენ რო ცხოვრობდით მაგარ ქვეყანაში ხალხო და ჩვენი რო იყოს საქართველო, დედას ვუტირებდით, დედაბუდიანად ირანელი გინდა თუ ვიღაცა გადამთიელი, ხო? ვინც ჩვენ რაღაცას გვართებს. ხო, ნუ ეხა პოლიციას რომ თავის მოქალაქის უსაფრთხოება კიდია, მაშინ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც კიდია უნდა ერქვას და არა საქართველო. კიდია, სამკიდიაეთი კი, სამტრედია კი რა, სამკიდიაეთი უნდა ერქვას და ხა, ერქვას რა პრობლემაა მაგის დედავატიდან. არის დამარს ეწყინება ეგ სახელი თუ დაერქვება საქართველოს. საინტერესოა ძალიან შვილებო. ხო. საქართველოს დედა ვიყოთ, ვიდა, აჰა, საქართველოს დედა. თუ გინდათ ვიქნები. თუ არ გინდათ არც ვიქნები, მაგაზე პრობლემა არა. ფიალა და ხვალი. ფიალა წეღრა აგერიდო, ახალი მოდერნიზებული. საწაიღე მართლა ისე, მოიტანე რა, მომაწოდე. ღვინოც გადავკრა. ასე რომ ჩემო კარგებო, გადაცემულია რა, საქმე გადაცემულია. პოლიციას ახლა რა მოვკითხო,
მე არა ვარ პოლიციის უფროსი, რომ იქ რაღაცა ესე დაუქნიოთ ითი, რომ აბა ეხლა გამოიძეთ საკითხი, ხო? და ვინც უფროსია, იმან გამოაძიებენ, რომ თუ ქართველია და თუ ქართველებისთვის კარგია. ვინც არა და cheers, ხო? Prost. გაგვიმარჯოს. მოიცა? არა ესე თამარ როგორ გეკადრება ქალბატონივით დაჯდე და დალიო, ტუჩები გაჭიდო. აი დამავიწყდე ჯერ უნდა დავატრიალო. მე უსვინე და მე უნდა ესე გასწორდე წელში თამარ და ისი ტუჩები შეახო მხოლოდ. ხვდებით იცით მეგობრებო მეფეები რო ხდებოდნენ მათ ყველაფერს ასწავლიდნენ როგორ უნდა იჯდეს როგორ უნდა დაწეს როგორ უნდა დაიჭირეს თავი თვალი წვირი პირი ხელი ტრაკი ყველაფერი და ბოლოს გამოდიხარ მაგათი მარიონეტი ხვდა მეფობა ვიღაცას უნდა ვიღაცა მეფობის დედაც ხო თქვენ არიცით მეფობა რა არის ეთყობა თქვენ ვისაც მეფობა გინდათ არიცით ეს რა ტანჯვაა ხალხო სატანჯვალში ხო ვართ ისედაც და მე კიდევ ვიღაცას მეფობა რო უნდა და იქ რო დაგსვავენ და ესე არ გაიძე და ისე არ გამოგიჩნდეს და ესე უნდა იყო და ისე და აი პირდაპირ ხარ მარიონეტი რა და ვიღაცა მე მეკითხავს რომ მეფობა გინდაო შვილო რა გინდა რას მერჩი წადი შენ გახდი მეფეთო გინდა შენ იყავი მარიონეტი მე მინდა თავისუფლება როგორც მინდა ისე დავლევ მეგობრებო ესე როგორც მინდა ისე შევიგინები როგორც მინდა ისე გავიცინებ გავშიშვლდები და რა ვიცი თუ პრობლემა გაქვთ ამაზე მეგობრებო ვინ გიშლით ჩემზე ჭორებსაც ნუ მოусმენთ ხო არ გინდათ რა ჭორებშიც დრო იკარგება და თუ ჭორების მოსმენა გინდათ მასე ჯობია პირდაპირ ჩემს ლაივებს უყუროთ და ჭორაობაზე არ აყავეთ მერე იმ ხალხს და არ მითხრათ რომ ჯუჯები რო გამოაჩინო არ გამომიჩენია მეგობრებო ჯუჯები არიცით თქვენ რა არის ჯუჯების გამოჩენა განახოთ არა ეგეთ გიჟიც არ ვარ თუ ჩემი ჯუჯების ხილვა საჭირო გახდება მეგობრებო რა პრობლემაა აგერ შუშანიკის გააში მე მგონი ჩავერთე ისევ ხო წაღან გაითიშა და ეხლა ისევ გავაგზავნე იგივე ლაივი თუ სად ვარ არ ხვდები სად ვარ ხალხო გავაგებინეთ აქ კომენტარები წერია წაღან მიყურებდი და გაგზავნდა გაითიშა და გაგზავნდა ხო ისევ აბა გამაგებინეთ სად ვარ რაღაცა უცნაურობა მოხდა ეხლა იცი რას ვამბობდი? თუ საჭირო გახდება მეთქი ჩემი ჯუჯების ნახა რა პრობლემაა აგერ ქეთევანის გაშიშვლას და შუშანიკის მეთქი ხო? ქეთევან დედოფალიც თქო ხო მანდ ვიყავი მეგობრებო მანდ გამიწყდა ვიდეო მე ისევ შევაერთე როგორც ჩანს დაჯდა ეხლა ჩაერთო ახალიო ახალში ვარ აი მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნია რა ვქნათ აბა ხო მეგობრებო და ასეთი რაღაცები ხდება ჩვენ სამშობლოში გიხაროდენ ჩვენი პოლიცია გვიცავს ძალიან კარგად თუმცა მე რო პოლიციელები გავიცანი კაი ტიპები არიან რა აი როგორ გითხრათ ეხა პირველად ნახეთ ცხოვრებაში აი ამ საქართველოს ტერიტორიაზე მოაზროვნე ხალხი. ძალიან მაგრა აზროვნებენ, რა ვქნა, ეხლა ვერ ვიტყვი რომ არ აზროვნებენ. გაითიშა და გაგრძელდა, იგივეა, იუჰუ, მაგარია მომეწონა, გამიხარდა. ხო, სამაგიეროდ ეხლა ეს ხელი დამიკავდა, იმიტომ რომ ხელში უნდა მეჭიროს, შევაერთე იმას და ის რომ შევაერთე ასე ვეღარ ვაყენებ ეხლა, რა ვქნა მეგობრებო, ტექნიკურად არ ვარ გამართული, მოკლედ ის არის რა, არ მიყვარს. იქით ოთახშია ტექნიკა, სპონტანურობა ძალიან მიყვარს მე ვარ ძალიან სპონტანური ადამიანი და ეხლა ტექნიკასთან თუ გავედი იქ დავამონტაჟე ის დავშე მე აღარ მექნება მაგის შედეგი რომ ჩავწერო და რამე ვილაპარაკო დავჯდები ესე მუნდოსავით და ვიქნები და როცა სპორტანურად დიდია მაგ ეგრებით ჩავთა და სადაც არ უნდა ვიყო ან კიდია როგორ გამოვიყურები ხო ეხლა რაც შეეხება
ჩვენ თავდაცვას, მეგობრებო, თავდაცვა ჩვენ აი ახლა რომ გითხრათ, ხო, მე არ მინდოდა ფეხს ვითრებდი რა, პოლიციასთან ურთიერთობა არ მიყვარს და ფეხს ვითრებდი, იმიტომ რომ დაცვა არ არის პოლიცია. დაცვა არ არის ვიღაცა მამი და ბები ბიძია, იქ მღვდელი. დაცვა არის ერთადერთი რწმენა. საკუთარი თავის რწმენა არის ერთადერთი. სხვათა შორის დღეს გავიგე და არ ვიცოდი მე. თურმე ვისაც დაემართება დიმენს დაავადება, ანუ სკლეროზი, მას ყველა დაავადება ეკურნება. ესე იგი, გულის პრობლემები, იმის, რაც არ უნდა, აი 1000 გვარი დაავადება თუ გქონდეს, თურმე სკლეროზის დროს ყველა იკურნება. ესე იგი, რა გამოდის, ყველაფერი ტვინზეა დამოკიდებული, ხო? ყველა დაავადება ტვინიდან გამომდინარეობს. თუ ყველა დაავადება ტვინიდან გამომდინარეობს, ესე იგი, ჩვენ გვაქვს ერთადერთი რამე გასაგები რწმენა. მე და ენა. ხო? და რ და წ რა არის? რაეწილ. რაეწილ არის ალბათ სავარაუდოდ წილთან კავშირში, რომელიც მიდის პირველ წერტილთან. ხო, ჩვენ განვიხილეთ ეს თემები. პირველ წერტილთან თუ მივიდა და წერტილი დაესვა ამ საკითხს, მაშინ ისევ ყველაფერი ნულდება, ანუ თავისუფლდება და სუფთავდება. ასე რომ რწმენის არსში ჩავწვდით ამ მხრივ, ენის მხრივ, რამხელა წილთან მივდივართ, წილი რომ წრეწილთან არის კავშირში და წრეწილი რომ წილთან არის კავშირში და წილი რომ წერტილი იყო პირველად, სანამ ნული იქნებოდა და ასე შემდეგ და წრე რო იყო, აი ეს არის კარგი რამე. როდის გაიცანი პოლიციაო? ქინჩონ იანგონშ მეკითხება. ქინჩონ იანგონშ ჩინურად ხარ დაგიწყო საუბარი. იანგან ხა, ხანკინ ხა. მე ვიცი ეგენიც როგორ ლაპარაკობენ, თუ გინდა ჩინურად დაგიწყებ ლაპარაკს. რა უნდა გვია? ეგ სახალი? მითხარი. ჩემმა ძმაკაცმა რომ TikTok-ზე სახელის გაფუჭებას ცადა, ჩემი სახელის გაფუჭება, კინჩონგიანგ. მითხარი, ერთი, შენ რომ მისი ძმაკაცი ხარ თუ დაქალი ხარ, კინჩონგიანგ. იმასაც ხომ არ უცდია ვინმეებთან ხელშეკრულებების დადება? პოლიციას დიდი ხანია ვიცნობ მე, შენ რა გონია, კინჩონგიანგ. კინჩონგიანგოს. აი ესე გიწოდებენ შენ ისინი ჩინელები. თუ იაპონი, არა ჩინელები არიან, კინჩონგიანგოს. შენ იცი რომ მე ერთი პერიოდი ჩინელი მეგობარი მყავდა დაქალი. იცით რა ერქვა მას? ლეხანგვინგ. ხო და მასწავლიდა ის ჩინურ, შენ გონია არ ვიცი ჩინური? ჩიბუნგოე არის პატარა დაო. ჩიბუნგოე. ადვილი. ცუდი კი არ, ძნელი კი არ არის ჩინური. ხო, მეგობრებო, აბა მითხარით ახლა. საერთოდ, მეგობრებო, თუ დღეში პატარა ერჭიქა წითელ ღვინოს დაალებთ, ქართული სისხლი გააქტიურდება, იცოდით თქვენ ამის შესახებ? არ იცოდით? ოღონდ სანამ დაალევთ, უნდა აუცილებლად ახსენოთ. იცით ვინ? იაშუა დურგლიშვილი. იცით ხო? იაშუა დურგლიშვილი აქ Facebook-ზე რო უთხრის ჩვენაირებს ძირს. იაშუა დურგლიშვილი შეფარულად იესო ქრისტე, ხო? ხო, დურგლისეშვილი იეშუა იყო იესო. ასე რომ იეშუა დურგლიშვილი დაძრება აქ ჩვენს სოციალურ სფეროში და ვიღაცეებზე ცუცუდად ლაპარაკობს. თუმცა ახალი შექმნილი აქ Facebook გვერდით და რაღაცეებს უთხრის ძირს და ვიღაცეებს. მაგრამ ვიდრე იესოს ახსენებდეთ, მანამდე აუცილებლად მარტო არ უნდა იყოთ, მეორეც უნდა იყოს იქ.
როცა ორნი დაждებით ან სამნიო და ჩემი სახელით ისაუბრებთო, მომიხსენიეთო. მეც იქ ვარ რომ აი ესე თქო ჩვენმა იესუამ. ხო და სხვათა შორის შუან არის სვანურად სვანი. ой, აქ მინდოდა ჩართვა, მაგრამ აი ესე გავაკეთებ ხოლმე. სინათლე moonlight. გოეთეს ბოლო სიტყვები ხო იცით რა იყო? მეტი სინათლე, მეტი სინათლე სჭირდება ამ დედამიწას. კინჩონი ანგოს. აი რა ვერ გაიგე, რა კითხვის ნიშანს მიშავად იმით ხაი. ტუჩზე მეგობრებო გამისკდა ტუჩი და აი აქ ერთი ისაა მაგ რა ქვია დიდი გახეთქელი და იმიტომ ესე ხშირად ვაკეთებ ხოლმე ესე კარგია ტუჩების ლოკვა ხო ბავშვებმა არ დაგაკეთონ ეს ცოტა ის არის შეიძლება დაუსკრეთ ტუჩები გესმით ხო კატა როგორ კნავის უძახის თავის მეორე ნახევარს მოდი აქო მოდი შენო რა გიქნავ ხო უნოში ამოვიდა ხუთიანი რას ნიშნავს ნეტა რა უნდა თამ ხუთიანებს ხო იცით ხუთიანი ვისი ნიშანია თქვენ რა გითხრათ ბიჭო ეთყობა ჭხიბაობებით ვერაფერი დამაკლეს და მერე გადავიდნენ უკვე აქციაზე რა აქციონ ექშენზე და მერე ექშენითაც რო ვერაფერი გაგიჟდებიან ბიჭო ესე ვინ არისო რა გვიქნაო ამ გოგომა ესეთი ძლიერი როგორ არისო ალბათ ფიქრობენ თავის ტვინში და იესუაო იახვეაო არა იახვე კიდე ხო მეგობრებო რა კიდე მივიღებდი იხვი გესმით გოგო რა შემოუტრიალდა ყველაფერი. ხო, იხვიო, ბოლოს იხვიაო რა. და იხვის ხორცს და სისხლს გვაჭმევენ თურმე ამდენ ხანს და ჩვენ კიდე გვეგონა მაცხოვრის სისხლს და ხორცს ვივერთმავდით. თურმე რა. სულში ყოფილით. არა. სატირალია, საწილო რო არ იყოს და საწილოა სატირალი რო არ იყოს, ორივე ვქნათ. ვიცინო დავიტიროთ. ხო, მას შეკრია. ჩვენ ბინალურ სამყაროში ვცხოვრობთ, მეგობრებო. შეიძლება იესო უცბად იხვი გახდეს და იხვი იესო თუ დაუჯერებთ ებრაელებს, მას შეკრია. არა, ებრაელებსაც კი არა. მეგობრებო, როგორ გიკადრებათ? არა, მართლმადიდებელ მღვდლებს თუ დაუჯერებთ ეგრეა. როგორ მიყვარს წითელი ღვინო? დედოფალი თამარი. ილია შენ ძალიან მანებივრებ. შენიც ხომ არ ხარ? აი ხო, ჯვარზე რო იყავი და ვარდი რო გაგვათავისუფლებინე. მე მგონი შენის ხარ. არა, მე მგონი კი არა შენის ხარ, ზუსტად ვიცი. თქვენ არ იცით ილიამ რა გმირული საქციელები ჩაიდინა, მეგობრებო, დროა გავამჟღავნოთ. ილია, რომელიც დედოფლად უკვე მაღიარებს, ჯვარზე იყო ასული და იცით რა მოხდა, მეგობრებო, გმირია. სანამ ილია მე მნახავდა და სანამ გაიგებდა იმ საკითხს, რაც მე გავაკეთე, მან უკვე იცოდა ლაივში რა გავაკეთე. ამიტომ მივიდა და ზუსტად იგივე უთხრა იმათ, რაც ქრისტემ უთხრა 2000 წლის წინ დახლ გამყიდველ ვაჭრებს. ხო და მეგობრებო, ასე უთხრა ილიამ, თუ არ დაუჯერებთ თამარსო, დაიღუპებითო და ილია მართალია. გაიგეთ? დაიღუპებიან ეგენი. აჰა, დამტკიცებაც მოვიდა, ხედავთ, როგორ ყველაფერი ლაპარაკობს უცბად. ხო, არ შეეშინდა მეგობრებო, ზოგიერთი შიშარასავით, ზოგიერთი რომ მიიმალა იქ კუთხეში, ვინც ჩემს გვერდით იდგავითომ და კუთხეში მიიმალა სადღაცა რომ გავიხედ, გამოვიხედე, აღარავინ არ ჩანდა, მღვდელს რომ ეჩხუბებოდი და კი არ ვეჩხუბებოდი, აქეთ რომ ეჩხუბებოდა, რომ რა გინდა შენ რას მიტრაკებს საქმესო და მე რომ იმას გეუბნები, რაც ვიცი მეთქი და მეტი კი არაფერი თქო და ვიღაცებს შეწყდა ვიზი, მართლაც რომ ამბობდი და მე ვითომ ქრისტეს ეძებენ ესეთი ადამიანები და ვითომ ჭკუას მასწავლიან მე. ხო.
მაშ ესე ჩემო კარგებო. რატო წამართვი მარინოს ღვინო? მე ხომ მინდოდა ამ ღვინოს დალევა? ბოლომდე? რა ხდება ეხლა ისა რა ქვია? მინდა ღვინოს დალევა ეხლა მე მომწყორდა ღვინო. მომიტანეთ დამისხით, მადლობა. რა კარგია ღვინო. კარგავს ეძება ყენებს ხოლმე. ხო კარგავს ეძება, გიყვართ კარგავს ეძება. ხომ გიყვართ, მითხარით რომ გიყვართ კი. და სულ ღვინოს დავლებ ხოლმე სანამ შემოვალ ლაიში. არა, კარგი ის აქვს ამ ღვინოს, რომ კბილებს და ტუჩებს არ მიწითლებს და დანარჩენი სხვა ღვინოები მიწითლებენ ხოლმე. მოდი, აჰა, ცოტა ოქსინო რა შეურიოთო, რასაც ჟანგბადიო თუ ამ დროს რა ხდებაო, რა რეაქცია ხდება, ჰაერს რო ერევა ეს ღვინო, მე განსაკუთრებულად კარგი გემრიელია. ხედავთ მეგობრებო, ძვირი არ დაგიჯდებათ ჩემი მეფობა, ერთი ჭირაც კი მათრობს. ანდრე მეფეებისთვის მთელი ბოჭკები რა უნდა გაგებსოთ. ბიჭო რა კარგი ხუმრობები იციან ამ ქართველებმა, აი რომ გააქტიურდა ქართული გენი, ხუმრობაც წამოვიდა. ამ კაცს კიდე რა გამიჭირა გული რა უნდა. ავიცინოთ მეგობრებო, ავიცინოთ. თორე სატირლად გვაქვს საქმე. პრინციპში ორი ერთია, ტირილის და სიცილის ენერგიას გამოყოფს, ამიტომ ენერგია გამოუშვებ სიცილით ჯობია, ვიდრე ტირილით, ვიდრე ტირილით რო გამოუშვებ ენერგიას, შენ ცნობიერი, ქვეცნობიერი აღიქოს რაღაც საშინელება ხდება და როცა სიცილით გამოუშვებ ენერგიას, აფიქროს რა კარგია ცხოვრება, ხო და ესე დალაგდება ყველაფერი, რა კარგია ცხოვრება. რა კარგია ცხოვრება, როცა მოგვაგონდება ის წარსული წლები ვაშლის გამღიდველო. ეს ის დროა, როცა მე გერმანიაში წავედი და მაგარჩეთში იყო ეს სიმღერა და და რაღაცა და მე საწავიდა ეგ ტიპი საერთოდ აღარ გაგწელა სიმღერა. სვანი იყო როგორც ვიცი, ხო? ხედავთ რა ნელავსო, ეგრე კაცი, ქართული კაცები ვიტყვი რა ეს რო გადაკრავნა. არა, მეგობრებო, ნელ-ნელასმა თურმე უფრო მეტად ათრობს. ეხლა მე მოგიყვებით ერთ საიდუმლოებაზე, რომელიც ქართველებს ჰქონდა. თუ არ გახსოვთ, მე გაგახსენებთ. ესე იგი, სვანური სასმისები იყო ასეთი რა, რაც უფრო ნელად ჩადის ღვინოს სხეულში, მით უფრო მაგრა გამოგაქვს შენი შინაგანი, თურმე გარეთ რა. და რო აინტერესებდეთ ეხლა ხო იცი ახლა მტერს სიფრთხილეს თავი არ ატკივა და მტერს რომ აკვირდებოდნენ ქართველები, აი მაგალითად საიდანღაც მოვიდა უცხო ტიპი, რომელსაც არ იცნობენ ვინ არის და უნდა გამოსცადონ. ახლა საიდუმლო რა ჰქონდათ. დააჭერინებდნენ ამ სასმისს და ეტყოდნენ, ეს ჩვენი სასმისია, ამას თუ დალევ, მაგარი ხარ და ესეც იჯერებდა გესმის და ახლა ვიღაცა უცხო გადამთიელი, რომელსაც არ იცის ამათი ხრიკები ხო და დაიჭერდა ამას და თუ აი ესეთი ისენი აქვს რა განყოფილებები აქვს ამას რომ ნელ-ნელა ერთი განყოფილებიდან მეორეში გადადის მეორედან მესამეში ის გადადის ერთმანეთში და თან ნელ-ნელა ჩადის და სვავს და სანამ ამას ჩაცლის უკვე დათვრება გესმის და ამ ხრიკს იცნობდნენ ქართველები ახლა ალქიმიკოსები ახლა რას მოატყუები ამა და მოკლედ თუ ვინმე, აი მაგალითად ვინმე მოვიდოდა ხელი სათხოვნელად ქალიშვილზე, ხო? და აი აინტერესებდა სიმთვრალეში როგორი ხასიათი, იმიტომ რომ სიმთვრალეში თავის ყველა ნიღაბს იხსნის მამაკაცი. ქალი არც სიმთვრალეში და არც მე მგონი, ხო და ასე რომ გამოაჩენდნენ ხოლმე ამის სიმთვრალეში როგორი ტიპია რა. თუ ვაჟკაცი ტიპია, სიმთვრალეშიც არ დაუშვებს შეცდომას და თუ თამაშობს სიმთვრალეშიც ვერ დამალავს ამას და მოკლედ ერთი ამბავი იყო ხოლმე და თუ აღმოჩნდებოდა ეს მატყუა რა, ისეც გატყეპავდნენ, ისეც სემდნენ, დაუსისხლიანებდნენ თავს და გაუშვებდნენ. პირის არ განძრევნებდნენ, ხო და ეს საიდუმლო იყო მეგობრებო მაშინ. ეხლა მე გაგიმხილოთ ეს საიდუმლო. თუმცა ამ საიდუმლოს შესახებ მეცნიერებმა იციან, თქვენ შეიძლება არც იცოდით ამის შესახებ.
არა ლექციებს უფასოდ არ უნდა ვატარებდე მე მგონი ეს ის დროა როცა ლექციები მაშინ ფასდება როცა ფულს გადაიხდიან მაგრამ თუ თამარინა სარიძე გეფარტი ამას უფასოდ მოყვება მაშინ იმას ფასი არა აქვს მე რა მოყვა იცოდა და მოყვა ხო და ზოგმა არ იცის და იმას ყვება და იმაში ფულს იხდი ხო გითხარით სატილად გოკვეტის ეკმები ვიცინოთ მეგობრებო სხვათა შორის მე როდესაც ვიცინი ხოლმე ყოფილთვის კი არ ვიცინი ზოგჯერ ტირი ხოლმე და ისე ვიცინი ხო ზოგჯერ გამოიცნოთ უნდა რას ვაკეთებ კაცო ეგრე კი არ არის ყველაფერი ესე დაგიდოთ იქ მაგიდას და გამოგიდოთ არ შეიძლება ზოგიერთმა უნდა გამოიცნოს ეხლა ყველას ვარ გაჩვენებთ როგორი ძუძუები მაქვს არა უნდა გამოიცნოთ საქმეც მალდაშია მარტო ძუძუები კი არა აი იმას რასაც ვლაპარაკობ იმის უკან რატო ლაპარაკობ ისიც უნდა გამოიცნოთ კაცო ყველაფერს ვარ გეტყვით არა აქ იმდენი მტერია ჩასაფრებული რომ ყველაფერი თუ თქვი რაღა გამოვა ეხლა ჰა აბა მითხარით აბა კატამ როგორ ლომს უნდა ასწავლოს ყველაფერი არა ხო შეჭამს ლომი კატას მერე კაცო ეხლა ეგრე კი არ არის ხო იცით ხეზურვაძვრება ეგ ანდაზა თუ რა ვიცი რა ქვია მაგას ანდაზა ქვია ხო ხო ბავშვია კატა რო ასწავლის ლომს და კატა რომ ხეზე აზრომას არ ასწავლის ლომს თუ რაღაც ეგეთი არ არის გამახსენეთ ხვინა ძველახტმაში წერია როდესაც ისინი ღვინოს დააბინავებენ და იქ ისინიო და ფიქრობ კაცო ფიქრობ ბევრს ეს ებრაელები სათქოდათ მაშინ ღვინო არ იცოდნენ რა არისო ყურძენი არ იცოდნენ რა იყო და ამ ღვინოზე მე თქვი რატოა ამ ძველახტმაში ლაპარაკი და მერე ბიჭო ძალიან ჭკვიანი ყოფილი ვარ ესე იგი რა რომ მივხვდი მე თვითონ კი არავინ არ მითხრა მე თვითონ მივხვდი რომ ეს თურმე ქართველებზია ნასაუბრი ვითომ ებრაელებით ხო მაგას ეხლა მე ჩუმად გეტყვით რა ჩუმად ისე არ ყველას კი არ უნდა მოუყვით ხო და წაიკითხე ძველი აღქმა და მე ძველ აღქმაში რომ დაინახოთ ქართულ ელემენტებს არავის არ უთხრათ ოღონდ რა არ შეიძლება მაგის თქვენ დაგიჭერენ შეიძლება მოკლან კიდევაც ხო მე ჩუმად გეუბნებით ესე ხო ეს ყური უნდა მოგა ხო ეხლა მეგობრებო აქ ვინც მისმენთ ხო კი არ უნდა გამცეთ ხოლმე მე ეგრე არ შეიძლება ახლა იუდას პოზიციაში ვაღმოჩნდებით ხოლმე ხო გესმით მე მჯერა თქვენი რომ არ გამცემთ მე ისიც მჯერა რომ აქ ვერავინ ვერ შემოვა უნამოსო ისეთი რომ ის ვერავინ ვერ შემოვა აქ ჩვენთან მეგობრებო ნეტა გესმოდეთ ყველაფერი აი მაშინ გაიგებთ როდესაც თქვენ დაიწყებთ ლაივების ჩაწერას და მე რომ წამოვა იქიდან რაც წამოვა და რაცაც ისწავლით მე გაიგებთ წამარი ამიტომ ამას ამბობ და იმას გასაგები ხო ოღონდ ჯერ უნდა გაიაროთ ეს გზა ხო და ამ გზას თუ ვერ გაიგებთ მეგობრებო იხვებებით კი დაიწყებთ ჭიქჭიქს აბა რა ხო მარი ეგრე არ არის მარი მე ვიცი რომ შენ გავლილი გაქვს ეგ გზა ჩემზე უფრო ადრე მაშინ მართალი არ იყო ინტერნეტები მაშინ იყო სხვანაირი გადაცემები არა მეტი აღარ შეიძლება მეგობრებო მე ზღვარიც ვიცი ეგრე არ არის მე ლოთი კი არ ვარ ზღვარიც ვიცი ყველაფერში ზუსტად ვიცი სად რა როგორ უნდა გამოვაჩინო და ვთქვა აბა მართლა მეფე ხო არ გონი ვარ ყველაფერი თქვა რასაც მეტყვიან არა მეგობრებო მეფეები თავისი სიტყვით ვარ შეეძლოთ მეფეს არა ხო თქვი აღარ დავამატე მეგობრებო თქვენ გონიათ დღეს სხვანაირი მეფეები იქნებიან როგორც მაშინ ამოქმედებდნენ მეფეებს ისე დღეს ამოქმედებენ რა გონიათ ეხლა რომ ვინ პრეზიდენტია ან ჯიმ ქერია ეხლა ვინც გამოაჭრია ეს არა მეგობრებო რას ლაპარაკობთ ჯიმ ქერს თამაშობენ მეფეს თამაშობენ პრეზიდენტს თამაშობენ და ვიცე-პრეზიდენტს თამაშობენ ყველაფერს თამაშობენ თქვენ რა გონიათ ამ სოფელში რომ მოდიხართ სატან ჯუელთან ვინმე შენ სიტყვის თქმის უფლებას მოგცემს თუ არ ხარ სიტყვა თუ თვითონ სიტყვა არ ხარ მეგობრებო აბა მიდის წადე შენი სიტყვა თქვი
ჩაიკოლები. Call me. არა ხოთქი აღარ დავლა მეთქი და მაინც შემომელია. ეგ ქართულია რა, მეგობრებო. ეხლა ეს ზღვარს ხო დააწესებ და მე მაინც ერთხელ განდაცდე რომ იმ ზღვარში არ ჩარჩე, ხო და მე შენი სიტყვა ითქვის. კარგი, წავედი ახლა მეგობრებო, ძალიან კარგი რაღაცები თქვენთან ერთად ვისაუბრე. მშვენიერი იყო თქვენთან ლაზღანდარობა? არა. ბაასი. არა, არც ბაასი, კაცო, მონოლოგი. ძალიან მშვენიერი იყო ეს მონოლოგი. ძალიან მომეწონა ჩემთან მონოლოგი. და თქვენთან. კარგი, წავედი ახლა და გაგოცეთ.